მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. ერთ-ერთმა მაყურებელმა დამწერა ესეთი კომენტარი, რომ ყოფილი პარტნიორი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაშიო და არ ვუშვებო და როგორ მოგიქცეო რჩევის სახით აინტერესებს. შესაძლებელია, რომ ბევრისთვის საინტერესო იყოს ეს გაშლა. ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის თითოეულ თქვენთაგანი არის მნიშვნელოვანი ადამიანი და მადლიერება შემიძლია მხოლოდ ესე გამოვხატო, მე დღეს გავაკეთებ გაშლას, რომელიც იქნება პარტნიორზე, რომელიც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და როგორ უნდა მოიქცეთ, ხო? ნახოთ, რისთვის მოვიდა საერთოდ ეს ადამიანი თქვენთან, რომ მე უფრო მარტივად მივხვდეთ ქმედება თქვენგან რა უნდა იყოს. ვეცდები რომ ვნახო პირველ რიგში ვინ არის მოსული და მერე უკვე გავყვეთ დეტალურად. როგორი ადამიანი არის, ვინც თქვენთან არის ახლა მოსული. სხვათაშორის ეს ადამიანი ცოტა შეშინებული შეიძლება იყოს, ამ ადამიანს ესე ვიტყოდი, რაღაც პრობლემები აქვს ამ ეტაპზე. შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს პრობლემები იმ მდგომარეობით აქვს გამოწვეული თქვენი ენერგიებით, რომ ვეღარ იკვებება, ხო? ნახეთ, თქვენ თუ აქამდე ამ ადამიანზე ფიქრობდით და გქონდათ რაღაცა იმპულსები და აძლევდით, ესე ვთქვათ, კვებავდით თქვენი ენერგიებით და თქვენი ფიქრებით და დაიწყეთ გაციება, ჩაჭრა, თქვენი ცხოვრების გზაზე გასვლა და აღარ იკვებება ეს ადამიანი, ამ ადამიანს რაღაცნაირად არ მოეწონა ეს ყველაფერი და თulis და ნახეთ, თითქოს რაც ბუმერანგები დაუბრუნდა და აქედან გამომდინარე თითქოს გადა ზუსტად განთავისუფლების არქანი, ანუ ვიცით როგორი მომენტი არის ადამიანს რაღაცნაირად ცხოვრებამ დაუბრუნა ის ტკივილები, რაც თქვენ მოგაყენათ, ხო? ნახეთ, როგორი მომენტი არის, თქვენ როგორც კი ჩაჭერით მასთან ენერგიები და როგორც კი დაასრულოთ მასთან ფიქრი, ამ ადამიანს დაეწყო შიშები, ის რომ დაკარგათ ის, რომ აი ეხლა იგრძნო ის მომენტები, რაც თქვენ უკვე გაიარეთ, ხო? რაც ტკივილების თქვენ უკვე გაიარეთ. კარგით, მოდით ნახოთ აბა ეს ადამიანი რისთვის არის მოსული თქვენს ცხოვრებაში, ანუ რატო გამოჩნდა თქვენთან. იმიტომ რომ იმედგაცრუებული არის, იმიტომ რომ რასაც ელოდებოდა და ეგონა რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. შეიძლება აქ ვიღაცას ქონდა იმის ილუზია, რომ ძალიან კარგ ცხოვრებას მიიღებდა, ხო? თქვათ ოჯახსაც შექმნიდა, თქვათ ქონდა იმისი მომენტები, რომ ვიღაცა უფრო მეტ ენერგიას მისცემდა, უფრო მეტად ჩადებდა ამ ადამიანში რაღაცა თავის რესურსებს. რატო გამოჩნდა? იმიტომ გამოჩნდა, რომ მიხვდა ეს ადამიანი, რომ თქვენ ბევრად კარგ ენერგიებში გადახვედით, ბევრად წარმატებული ხართ, ბევრად ძლიერი ხართ, ვიდრე ის. ის არის რაღაცა ისეთი ემოციურ მდგომარეობაში და შესაბამისად ამ ემოციურ მდგომარეობის, აი არც წინ მიდის, არც უკან მიდის, ხო, რაღაც ერთ წრეზე ტრიალებს შეიძლება ითქვას. და რატომ გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში? იმიტომ რომ მისი ერთფეროვნება, რომელიც ეხლა აქვს, დასრულდეს. ნახეთ, არ ვიცი, აქ შეიძლება თქვენ რაღაცა ან თქვენს ფოტოებს დებთ, ან თქვენს რაღაცა აქვს წვდომა იმასთან, რომ ხედავს, რომ თქვენ ძალიან კარგ ენერგიებში ხართ, ხო, გადასული, ხა იმპერატრიცის ენერგიები საკმაოდ ძლიერი გახდით, წარმატებული, კარიერა წინ წავიდა, ფინანსურად წინ დადექით ფეხზე, უფრო მეტი გააკეთეთ თქვენი თავის იმიჯი შეიცვალეთ, უფრო მეტად მიეცით თქვენ თავს რესურსი და ამ ადამიანს რაღაცნაირად გაუშვდა ემოციები, გაუშვდა სურვილები, რომ დაბრუნებულიყო. რისთვის ბრუნდება? აი, ნახეთ, რისთვის ბრუნდება ეს ადამიანი, მისთვის რომ ისევ მიეცეს შანსი
თავისი თვითშეფასება ამაღლდეს, მისი ემოციები ამაღლდეს, მისი ეგო დაკმაყოფილდეს, ხო, რაღაცნაირად მიეცეს შანსი. რისი შანსი არის ეს? გამოვიდეს. ეს არის შანსი იმის, რომ ეს ადამიანი გამოვიდეს იმ სიტუაციებიდან, სადაც ახლა შევიდა, ანუ ესე იგი ნახეთ, თქვენ რო ჩაჭერეთ მასზე ფიქრები, მისი მდგომარეობა რო დამძიმდა, უნდა რომ მიეცეს შანსი რომ გამოვიდეს ამ ყველაფრიდან და იცის რომ თქვენსკენ უნდა გადმოდგას ნაბიჯი, თქვენთან ერთად უნდა იშრომოს, იქნება როგორღაც დაბალანსდეს ისევე, ხო? ეს ადამიანი ხვდება რომ თქვენი მდგომარეობა ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, რაღაცა შეძლებთ ტკივილები გაუყუჩეთ, შეძლებთ რაღაცა ემოციები გაუხაროთ და გაუბედნიუროთ, ხო? თუ აქ ესეთი მომენტი იყო თქვენთან, რომ მესამე პირებიც იყვნენ ჩარეულები, ხო? თითქოს აი ამ მესამე პირებიდან გამოვიდეს. მე არ ვიცახი, რომ კონკრეტულად ვინმე ქალბატონი აქ შესაძლებელია, ხო? ყოფილიყო მისი ოჯახის წევრები, ხო? თითქოს აი ამ ტკივილებიდან, ამ იმედგაცრუებიდან გამოვიდეს, ხო? არ ვიცი, ვიღაცა რაღაცა ნაირად თვლის, რომ უნდა რომ დაბრუნდეს თქვენთან იმის გამო, რომ მისი ცხოვრება ცოტა უფრო მეტად გახალისდეს და ცოტა უფრო მეტად წინ წავიდეს, ხო? იცით როგორი მომენტი არის ამ ადამიანის ცხოვრებაში იმდენი გაურკვევლობებია და იმდენი ტკივილებია, ნახეთ, თუ ეგონა რომ სხვა ადამიანი ან თუნდაც მისი ოჯახი იქნებოდა მის გვერდით და მისცემდნენ იმას, რაც მას უნდოდა და ესე იყო დარწმუნებული იმაში, რომ ну აირჩევდა ოჯახის წევრებს, თქვათ, ხომ, აირჩევდა თქვენთან დაშორებას, ამ ადამიანის ცხოვრება უფრო რაღაცა კარგ ეტაპზე წავიდა და ფინანსურად რაღაცა სულიერად წინ წავიდოდა, ხო, არ არის ესე და შესაბამისად უნდა აი ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ამიტომაც დაბრუნდა ეს ადამიანი და თავს გრძნობს ცუდად. თავს გრძნობს დაუცველად შეიძლება ითქვას. რაღაც მომენტში ცოტა ესეთი პერიოდიც აქვს შეიძლება ითქვას, აი გახსენების პერიოდი, ტკივილების პერიოდი, აი ვერ ახერხებს, ვერ მოახერხა იცით გასვლა იმ მდგომარეობიდან, რასაც თქვენთან ურთიერთობა ქვია. კარგი, კიდე რისთვის უნდა რომ დაბრუნდეს? ნახოთ. იცით რა არის, ნახეთ, აქ კიდევ რისთვის უნდა რომ დაბრუნდეს? უნდა რომ მიეცეს შანსი და დაბრუნდეს რაღაცა ოჯახური ურთიერთობისთვის, ოჯახური თანაცხოვრებისთვის. რისთვის უნდა? იმიტომ რომ ძალიან მარტო გრძნობს თავს, იმიტომ რომ სულ არის კონფლიქტში საკუთარ თავთან, შეიძლება სხვებთანაც. რატო უნდა? იმიტომ რომ ნახეთ, გიყურებთ იმას და ხედავს იმას, რომ თქვენ ძალიან კარგად მიდიხართ წინ, თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ ისევ დაადგეთ ფეხზე, ხო? ამ ადამიანის ტკივილებმა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გატკინათ, მოახერხა ის მომენტი, რომ თქვენ კიდევ უფრო წინ წახვედით, კიდევ უფრო მეტი გააკეთეთ თქვენი ცხოვრების დასალაგებლად, ხო, რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ხო, არის ესეთი ნათქვამი, თითქოს თქვენ ამ ყველაფერმა გაგაძლიერათ და შესაბამისად ამ ადამიანს უნდა რომ დაბრუნდეს, უნდა რატომაც არ წარმატებულ, ჩამოყალიბებულ, წინ წასულ და მატერიალურად დალაგებულ, სულიერად დალაგებულ ადამიანთან ვის არ უნდა, ხო, ყოფნა. მით უმეტეს ესეთ ადამიანს, რომელსაც ეხლა ამ ეტაპზე საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, ხო, საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას. და ნუ რაღაც მომენტში უნდა რომ ამ სიმარტოვიდან, ამ ყველაფრიდან გამოვიდეს, ხო, ამ ტკივილებიდან, ამ შიშებიდან, რომელიც მას გააჩნია. კარგით, ნახოთ, აბა თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რას გირჩევთ სამყარო? მოდით ვანამტეცით რა ვნახოთ, რამდენად გულწრფელი არის მისი დაბრუნება, ხო? ნუ კარგით, ახლა შეიძლება რაღაც მომენტში
კი, ეგ მისი ეგოს მომენტი იყოს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შინაგანი გულწრფელობის მდგომარეობა არსებობდეს ხო, მიხვდა რომ თქვენ მისთვის რაღაცა მართლა საჭირო და ძვირფასი ადამიანი ხართ ხო, მოდით რამდენად გულწრფელია მისი დაბრუნება თქვენთან მიმართებაში. იცით რა არის აქ გულწრფელობაზე, მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ დიდად გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ მას სჭირდება თავისი ავტორიტეტის, თავისი პრინციპების, თავისი ენერგიების დაცვა. მე არ ვიცი თქვენ რა საფეხურზე დადექით აქ ადამიანები, მაგრამ თითქოს აქვს ეჭვიანობის მომენტი, არ უნდა ხელიდან გაუშვას ის სიმდიდრე, რასაც თქვენ წარმოადგენთ, ხო? ნუ აქ ვისთან რა არის, ვიღაცასთან მატერიალური მდგომარეობა, ვიღაცასთან სულიერი, ვიღაცასთან ფიზიკური, ხო? ამ ადამიანს არ სურს, რომ უბრალოდ თქვენ წახვიდეთ მისი ცხოვრებიდან და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ეჭვიანობის, ძალიან დიდი ესეთი განცდების მომენტი არის. რო გითხრათ, რომ ადამიანი გულწრფელად უნდა რომ გამოვიდეს ამ ყველაფრიდან და რაღაცა ისე მართლაც ემოციებს მიენდოს, არა, აქ ძალიან კარგად ფიქრობს, ძალიან კარგად საზღვრავს, რატო უნდა მოვიდეს თქვენთან და რატო უნდა თქვენთან დაბრუნება, ხო? ანუ გონებით არის ეს ადამიანი დაბრუნებული და არა ემოციებით, ესე ვიტყოდ. კარგი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ხა ესე ვნახოთ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში? საკუთარ თავი დააფასეთ პირველ რიგში პენტაკლების დედოფლებმა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ყველა რესურსის გაკონტროლება, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ისედაც რომ იყოთ ბედნიერები და იყოთ კარგად, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მიზნები კვერთხების დედოფალი, თქვენი მიზნები დაისახოთ და შეასრულოთ, ანუ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი რესურსი, ესე რომ ვთქვათ, დავისახე მიზანი, მივახციე ყველაფერს, ძალიან მყარად ვდგავარ მიწაზე და ვთქვათ, ნებისმიერ მდგომარეობაში შემიძლია ვაკონტროლო ხო საკუთარ თავის. სამყარო გეუბნებათ, რომ საკუთარ მიზნებს, საკუთარ პრინციპებს, საკუთარ ცხოვრებას, დაანგრევთ იმის გამო, რომ სირთულეები შეიქმნათ, ხო ისევ 10-იან კვერთხებით, ანუ 8-იან ხმალი. ანუ სირთულეები შეიქმნათ, ისევ პრობლემები შეიქმნათ, ისევ რაღაცა გაურკვევლობაში ამოყოთ თავი. სამყარო გეუბნებათ, რომ ეს იმპულსები, ეს მდგომარეობა თქვენთვის შეიძლება რაღაცა მომენტში ილუზიად აღმოჩნდეს და ისევ ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ, ხო? ნახეთ, თქვენ მოახერხეთ და გახვედით ამ ყველაფრიდან და შესაბამისად უკვე იმდენად კარგ რესურსში ხართ, რომ უღარ შეეცდებით, რომ გადახვიდეთ ისევ ლოდინის რეჟიმში, წავიდა მოვიდეს მდგომარეობაში, მის ეგოს დასაკმაყოფილებად, შეხვალთ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია თითოეულ თქვენთაგანის რას იზავთ და როგორ იზავთ, მაგრამ ნახეთ, აქ გეუბნებათ სამყარო, რომ სირთულეები არ აქცდებათ, ხო? სირთულეები და ის გაურკვევლობები, რაც იყო, მაინც იქნება. შესაძლებელია თქვენი ემოციებიც ისევ ილუზიებში გადავიდეს, ისევ რაღაცა გაურკვევლობაში, ისევ დაპაუზებაში, ნახეთ, თუ აქამდე მიდიოდით წინ და პირიქით მეც აკეთებდით საკუთარი თავისთვის, საკუთარი მომავლისთვის, აქ მოგიწევთ გაჩერება, დაპაუზება და რაღაცნაირად მორგება იმ ადამიანზე და ნახეთ იმ ადამიანზე რომ მოერგოთ ყველაფერი, შესაძლებელია ყველაფერი ხელიდან გაგივიდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან რთული. თავიდან მოგიწევთ მერე მიზეჭულობებიდან გასვლა, თავიდან მოგიწევთ იმ ტკივილების გახსნა და გაშვება, ხო? აყვებით რაღაცა ვნებას, აყვებით რაღაცის იმ შინაგან ემოციას, რომელიც მერე ისევ დაგაკარგვინებთ თქვენს თავს და ისევ თავიდან დაიწყებთ და ისევ თავიდან მოგიწევთ ყველაფრის აღდგენა და დაბალანსება თქვენი თავის. ამიტომ, რა ვიცი, ვისთვის როგორ რეზონირდა უცებად დამიწერეთ, მაინტერესებს და სამყარო გირჩევთ ამ სიტუაციაში, ძალიან ისეთი ბედნიერებისთვის არ არის დაბრუნებული ეს ადამიანი, იმიტომ რომ მისი ეგოს მომენტი არის აქ უფრო მეტად და თქვენ გირჩევთ, რომ თავი ნამდვილად არ ჩაიგდეთ სტრესში, რომლიდანაც როგორც იქნა გახვედით და როგორც იქნა დაასრულეთ ეს მდგომარეობა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებებს და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გამოწერეთ ჩემი არხი.